თუ შენს ვიდეოს პირველივე წამებში სკროლავენ, გაითვალისწინე ეს სამი რამ. პირველი, თავიდანვე ნუახსნი ყველაფერს. ვიდეო დაიწყე პრობლემით, რომელიც მაყურებელს ეხება. მოულოდნელი ფრაზით, ან ისეთი კითხვით, რომელიც ტვინს პასუხისძებნას აწყებინებს. მეორე, ამოიღე გრძელი მისალმება. არ დაიწყო ვიდეო ასე. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. დღეს მინდა მაყურებელს საინტერესო ინფორმაცია სურს და თან რაც შეიძლება სწრაფად. ამიტომ პირდაპირ თავარ სათქმელზე გადადი. მესამე და ალბათ ყველაზე ძლიერი. დასვი კონკრეტული და არა ზოგადი კითხვა. მაგალითისთვის სუსტი კითხვა. გინდა უკეთესი ცხოვრება? პასუხი მარტივია, ხო? ვის არ უნდა? მაგრამ უფრო ძლიერი კითხვა იქნებოდა, თუ ვიტყოდით. დღე და ღამე მუშაობ, მაგრამ ფინანსურად მაინც ერთ ადგილზე ხარ? აი ეს უკვე სხვა რამეა. ამ დროს ადამიანი საკუთარ თავზე ფიქრობს, იწყებს მიზეზების მოძებნას და ვიდეოში პასუხს ელოდება. ძლიერი ჰუკი მაყურებელს ყურადღებას არ სთხოვს. ის მაყურებელს აგზნობინებს, რომ ეს ვიდეო მას ეხება. გამოიწერე ჩემი არქი, რომ გახდე უკეთესი კრეატორი და ედიტორი.